მოგესალმებით მეგობრებო. გვირდებოდით Ford-ის განხილვას, ესე ჩვენი Ford-ი. ეს არის Ford F150. ერთ-ერთი ყველაზე ჩატე ბაზად ითვლება ეს მანქანა ისლანდიაში, არის ისლანდიაში აწყობილი, რომლის დანიშნულება არის ნამქერებზე სიარული. ეს მანქანა არ არის მოკლედ ჩვენი ჭილი დიდგორის ტალახებისთვის, იმიტომ რომ ხედავთ რომ საბურავები საკმაოდ ფართი საბურავებია, ნოკიანები აყენია 475-70-ზე, 1.17-იანები, ხედავთ უშველებელი რამხელა დისკები უყენია, ძალიან განიერი, რომელიც საშუალებას გვაძლევს გავდგეთ იდეალურად ნამქერებს. რა თქმა უნდა, ნამქერსაც გააჩნია უნდა იყოს ისეთი, რომ შესაძლებლობა იყოს დადგომის. ანუ ყველაფერი პროცენტულობაზეა დამოკიდებული, რამდენად მყარია თოვლის საფარი, რომ დადგეს მანქანა. აგრეთვე ყავს შაკოს ნისანი 42 ინჩიან ოგროებზე, 1.15-იანი დისკებით და პროფილიც საკმაოდ მაგარია. შაკო დაგიცვეთია. საბურავები დაგიცვეთია. ხო, გადავიდეთ ისევ Ford-ზე. ეს Ford-ი არის 3 და 5 ტურბინიანი ძრავი და აგრეთვე არის ჰიბრიდი. რაც არის ძალიან კარგი, ძალიან სწრაფია, კარგი აჩქარება აქვს და ახალი მანქანაა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. იქვე ისლანდიაში მომზადებულია ესეთი სახის ჩასაბმელებით. აქ ჯალამბარის ჩასაბმელი აქვს. სოლოდებს შიგნით საბარგულში, რომელიც იყო ჩაბმული, ახლა დამეზარა გადმოღება და დაყენება. შემოვუაროთ ასე. ეს თავისი 39-იანი საბურავები, ჩვენი კამაპისოლოს ჯალო. აი ნახეთ. ეს არის არქიტრაკის 44 ინჩიან საბურავებზე რომ იდგა, ხოლო შემდგომ გადავიდა 39-იან საბურავებზე, რომლებიც შიგნით დევს. ეხა ისევ დავაბრუნეთ 44 ინჩიან საბურავებს. დღესდღეობით აი ესეთი ესე მაგრად გამოიყურება. ყველანაირად მართლა ძალიან მომწონს. ძალიან მაგარი მანქანაა, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენთან, ჩვენი დანიშნულებისთვის, ჩვენი გრუნტისთვის არ არის. ჩვენ უფრო ტალახიანი გზებია უმეტეს შემთხვევაში და ტყეში სასიარულოდ, რაც ძალიან დააზიანებს აი ესეთ ქმნილებას. მოდი დავიწყოთ იქიდან, რომ როგორც ისლანდიაში მაშინ ვიდეოში ჩავწერე. აი ესეთი სახის დასაბერი საშუალებებია. უყენია უნკანი, რომელიც გამოდის მილით და აი აქედან პირდაპირ უერთდება ჩვენს კომპრესორს. ამ შემთხვევაში ხა დასაყენებელია, იმიტომ რომ არკები შეიცვალა, 39-იანები რომ ეყენა 44-იანზე გადმოვიყვანე და შევცვალეთ არკები. ვიზუალი თუ ვინმე საინტერესებს, წინა ბამპერიც დაჭრილია. აგრეთვე თუ გაინტერესებს, თუ ვინმეს მოუნდება სამომავლოდ გადაკეთება ამის, ფარიც მოჭრილია, ანუ შიგნიდან თუ დააკვირდებით, შიგნით ფარი ფაქტობრივად აღარ არის. მხოლოდ და მხოლოდ ამ ფარზეა თავის ქარხნულზე განათება. ანალოგიურად მეორე მხარიც იგივეა. და შიგნით ამ მხრიდან რომ შევიხედოთ, არაფერი აღარ ჩანს. ამოფარებულია დამცველით. თავის დამცავი უყენია პლასმასის. დაკიდების სისტემა არის ჩვეულებრივი გიტარები, იმიტომ რომ არის 150 და კიდევ ერთხელ გავამახვილებ ყურადღებას იმისთვის, რომ ეს მანქანა უნდა იყოს მაქსიმალურად მჩატე, რომ თოვლზე შეძლოს დადგომა ნამქერზე და რომ არ ჩავარდეს. რა თქმა უნდა, კიდევ და კიდევ ვიტყვი, რომ გააჩნია თოვლის სიმყარეს, მაგრამ მაგალითად სხვა მანქანებისგან განსხვავებით საბურავი ვისაც უფრო ვიწრო აქვს, დიდი ალბათობაა ის ჩავარდეს, ხოლო ამან გაიაროს. ნახოთ აბა სალონიც, შევხედოთ სალონს.
ესეთი გემრიელი სალონი აქვს. წვა ნახეთ, წვა 8.3. სტაციონარი, ხელისრაცია. ესეთი მაგარი სკამები. მოკლედ მე ძალიან მომწონს, ძალიან მაგარი მანქანაა. არის ხანდახან მანქანაში ჩაჯდომა არ გინდა, იმიტომ რომ ყველანაირად მოუწესრიგებელია შიგნით და რა ვიცი, ერთი სული მაქვს ხოლმე ხანდახან, როდის გადმოვალ მანქანიდან თუ რაღაც ისეთ მანქანაში ვზივარ, სადაც მარტო ის არ მაინჭებს სიამოვნება, სიარული, ანუ კომფორტიც უნდა ქონდეს, რაც მნიშვნელოვანია, რაც აი ამ მანქანას მართლა აქვს. 54-იანი საბურავები, ნოკიანებია. ნახეთ, შიპებიც უყენია ზედ. ანუ ზოგს უყენია შიპი, ზოგს არა, ანუ შეკვეთიდან გამომდინარე აქვს, ალბათ ისლანდიაში როგორ შეკვეთასაც მიცემ, იგივე მდგომარეობაში ჩამოგივა. ეს განათებები გვაქვს, კარგი ხარისხის. 360 გრადუსიანი ხედვა აქვს კამერებს. ესეთი საინტერესო საბარგულია. ძალიან ცოტაა დარჩენილი ამ მანქანისთვის, რომ შეკეთდეს ბოლომდე. რაღაც დეტალები გვაქვს დარჩენილი, მოსაწესრიგებელია. აი ეს ფირები ასაძრობია, რასაც უყურებთ აქ. გათვლილია მანქანა ყველანაირად. ხედავთ ალბათ კუთხეებზე. ყველა მხრიდან შესაძლებელია რომ დავაბათ, სადმე გადაცურდა. თოლში ნამქერში რომ ადვილად შეძლო ამ მანქანის ევაკუაცია. მოკლედ მეგობრებო, კიდევ ერთხელ ეტყვით რომ ძრავი არის 3 და 5 ტურბინიანი, საკმაოდ მაგარი ძრავია, ჰიბრიდი, წვაც აქვს იდეალური. მეტი ამას არ მოეთხოვება, იმიტომ რომ ამისთვის ძალიან დიდი ბრუნი არ არის რეკომენდირებული, შეიძლება ადვილად დააზიანოს. ეხლა გადაცემები ამ ეტაპზე, როგორც ვიცი, ქარხნული უყენია, ისეთ შემთხვევაში, როცა ისლანდიაში მოძრაობდნენ და გადაადგილებოდნენ, გადაცემები შეცვლილი ჰქონდა. ეხლა სტოკი უყენია, როგორც ვიცი. ერთი სიამოვნება ამ მანქანით. ვარემ შაკოს მანქანაც აქ არის და შემოვუვაროთ ერთი წრე. ეს ჩვენი უმაგრესი შაკოს მანქანაზე პორტალები, ვოლვოს პორტალები აყენია. გვაქვს ვოლვოს პორტალები გაძლიერებული. 42-იანი ოგროები, 15, რომელიც ძალიან მაგრად დადის ნებისმიერ გრუნტზე, გინ ტალახში და გინ თოლში. ყენია ფოქსის ამორტიზატორები. ძრავი აქვს 4 და 2 ბენზინი. კლირენსი საკმაოდ მაღლა დგას, მაგრამ იმხელა გაშლები აქვს ამ მანქანას, რომ ამჯერად სჭირდება. აი ეს ორი ბეგემოტი ყავს. ეს ჩემი მესამე გაჩერებული მყავს.
რაღაც სენსორი მაქვს გამოწერილი და არ მინდა გამოვიყვანო დაჩიკის ძრავზე. ველოდები ჩამომივა და აუცილებლად როგორც მოვაწესრიგებ, აღგეგმა საინტერესო გასვლებს. ასე რომ წავიდეთ ახლა, გავისეირნოთ, ავიდეთ ჭილზე, დავაყენოთ ზურას ფორდი პარკინგზე და შაკოს მანქანით გავისეირნოთ. ძალიან მაგარია მინდია, სასიამოვნო, სუფთა ჰაერია. ნახოთ აბა, როგორი გასვლა გამოგვივა.